პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ბათუმს ქეთევანწამებულის ქუჩას. აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. დღეს ჩვენი დასახლებაში მოსვლის მიზეზი ის არის, რასაც თქვენ კადრში ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბათუმში არის მზე, ასეთ მდგომარეობაში არის ქეთევანწამებულის ქუჩა. დაახლოებით 1 წელია ადგილობრივებს გადაადგილება უწევთ ამ პირობებში. თქვენ კადრში ხედავთ მზის მიუხედავად აქ არის წყლის უზარმაზარი გუბეები, ატალახებული არის მიმდებარე ტერიტორია და ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება ქუჩის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად ამ ქუჩაზე არ არსებობს არც ტროტუარები და სამანქანე გზაზე მდგომარეობა კი არის ასეთი. ხედავთ ადამიანებს გადაადგილება უწევთ ამ მდგომარეობაში. ცხოლებს კი ავტომობილების მართვა კი ასეთ მდგომარეობაში. უკაცრავად ცენტრალური ქუჩა არის საზოგადოებრივი სივრცეა და დამშვიდდი. ერთ-ერთი მძღოლის პროტესტი არის ასეთი, რომ არ გადაგვიყო, მისი სათქმელი იყო ასეთი. მოდით მოვუსმინოთ აქ ადგილობრივებს, რომლებიც უკვე თითქმის 1 წელია ითხოვენ ქუჩის რეაბილიტაციას, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი და ვის მიმართავენ. მოგესალმებით ბატონო, გითხარით რა ხდება ამ ქუჩაზე? აკეთებენ და ახლა. რა მდგომარეობაში არის ქუჩა? ქუჩას ვერ უყურებთ, რა ვიცი, მე არ ვიცი ის მაგალითად იტოვანები. გასაგებია. კეთილი. ქალბატონო, გითხარით, აბა რა ხდება თქვენს ქუჩაზე? 1 წელია თითქმის ითხოვთ ქუჩის რეაბილიტაციას. ზაფხული გავატარეთ ქარში, მტვერში. ვერც საერთხი დაგვიფენია, ვერც ჯანმრთელობა იცით ტერიასაც უშვება. საშინელ დღეში ვართ, გაკეთებული, დაგებული ასფალტი რამდენიმე წელს უკან დაგებული, გადათხარეს ხო? კი, ბატონო, აკეთებ, გააკეთებ, მაგრამ კომპლექსურად ხო შეიძლება ან ერთი ქუჩა დაამთავრე და მეორეზე მერე გადადი. მანქანების მოსვლა საშინელება, ტექდათვალიერებას ითხოვენ და მე ტექდათვალიერებული მანქანით, გაკეთებული მანქანით უნდა ვიაროთ ამ ქუჩაზე. ჯანმრთელობა თავარი კიდე. მტვერი, ტალახი თუ ბოტები ხელში არ დავიჭირეთ, ქუჩაში ვერ გამოგვივლია, ქალაქში ვერ გავსულა და დანარჩენი არსებულმა ხელისუფლებამ განსაზღვროს როგორ ცხოვრობთ, მიხვდნენ და ერთი კვირით მოვიდნენ და იცხოვრონ. ჩვენ სახლს დაუთმობთ, მობრძანდნენ და ერთი კვირით იცხოვრონ. სარეცხიც დარეცხონ, დააშრონ აივანზე ჩვენსავით და საკვები პროდუქტებიც მიირთვან ისეთი, როგორცაც ჩვენ მივირთვებთ აქ. ანუ წვიმიან ამინჩი წყლის უზარმაზარი გუბეებია, მზეში კი მტვერი არის. ხომ ასეთი რეალობაა 1 წლის განმავლობაში. წყლის გუბეები და პლუს სახლში შემოვარდნილი წყლები. გააკეთეს საკანალიზაციო სისტემა, ჩვენ ასე გვითხრეს, მაშინ ვინც მუშაობდა მუშები, გააკეთეს, მაგრამ გაკეთებული არაა პირველი სართულებში ისევ წყალი შემოდის. ჩვენ სახლში ფაქტიურად ასეა. მე 12 წელია ვცხოვრობ აქ და არ ვიცი, ასეთი კატასტროფა არ ყოფილა. რამ გააჭიანურა ეს სამუშაოები, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს ეს პროცესი, რაც ხდება ახლა თქვენს დასახლებაში? მიწაში ფული ამოდის კარგად, გემრიელად. ჩემი აზრით ამას მიუთითებს სხვა საერთოდ. გადასარევად ამოდის მიწაში უსუნო ფული. ანუ შეფერხებით მიმდინარეობს სამუშაოები. თქმა უნდა, ხედავ შულო ვინმეს არის აქ ახლა, არის დღეს ვინმე მუშაობს. ხომ შეიძლება ერთმა აანგრია გზა. მიუხედავად იმისა, რომ ზიანი ამინდია. ზიანი ამინდია კი ბატონო. გათხარეს, ჩააგდეს რაღაცები, გააკეთეს, ვერ ყვევი ახლა შეიძლება არეულად ვლაპარაკობ, არ ვიცი მე მაგ ტერმინები. გააკეთე და გააკეთე ეს გზა. გააკეთა შულშულმა ტექდათვალიერება. გააკეთა. და გაკეთებული მანქანა დანგრეულია. რა ვქნათ? 9 თვეზე მეტია ეს ასე მიდის, თუ არ მეშლება იმედია პასუხს არ მომთხოვენ ამისთვის და სამჯავროზე არ გამიყვანენ, არ ჩამომახშობენ, რამდენი თვეა თუ მეშლება. ზაფხული რომ ტორში გავატარე, ნამდვილად ვიცი მახსოვს. დასახლების გამგებელს აქვს ინფორმაცია, თუ ქონია თქვენ მათთან კომუნიკაცია, რას ამბობს ის, ან თუ დადის საერთოდ ამ დასახლებაში მერის წარმომადგენელი. მე 12 წელია ვცხოვრობ ამ ქუჩაზე და არ ვიცნობ ვინ არის და აი ვერც შეურაცხყოფას მივაყენებ, ვერც ვაკებ. არ მქონია კომუნიკაცია. არც ვიცი ფიზიკურად. შეიძლება დადის, მე არ მინახავს, არ ვიცი. არ ვიცი. ხო, მე არ ვიცი ვინ არის. არ ვიცი. გასაგებია, მადლობა. სხვებსაც მოусმინოთ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით რეალობა, რაც არის თქვენი სახლის პირისპირ. დიახ, აქ ხედავთ ალბათ როგორი მდგომარეობა. ეს 1 წელია თითქმის 1 წელია ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ზაფხულში როგორც ქალბატონმა მაგითხრათ, მტვერი გვახჩობს, ასე წვიმაში გუბეები დგას. ჩემს სახლში წყალი შემოდის,
1 წელია პირველი სართული საერთოდ დახურული მაქვს, წყალი შემოდის. მე ამაზე მქონდა ლაპარაკი გამგებელთან, ბევრი იყვენ აქ მოსულები, მაგრამ არაფერი არა. მპირდებიან მარტო დაპირებები მიდის ჩემთან და ყველაფერი ასე. გამგებელიც ვნახე, ვისაც ეს ეხება გზები. რას ამბობენ ისინი თქვენთან საუბრისას? ყველაფერს გავაკეთებთ, ასე გვეუბნებიან. ამას პლუს დაგვინგრიეს კანალიზაციები და უკვე კანალიზაციები არის ყოველ მეორე მესამე დღეს გამოძახება გვყავს საკანალიზაციო სისტემა. ანუ გადათხრილი ქუჩის ფონზე დაზიანდა მილები, რომლითაც საკანალიზაციო სისტემაა მოწყობილი. საკანალიზაციო მილები დააზიანეს, როგორც სანიაღვრე, რა ვიცი, რაღაცა ჩასვეს აქა, მაგ დროს დააზიანდა საკანალიზაციო მილები. და თქვენი აზრით რა გამოიწვია სამუშაოების გაჭიანურება, იმიტომ რომ როგორც თავად ამბობთ, 1 წელია ამ პროცესს უყურებთ თქვენ. როგორც ასეთი ჩვენ გქონდა მაგენთან შეხება და საუბარი და ასე თქვეს რომ მარტო ეს ქუჩა კი არა, ბევრი ქუჩა გვაქვს მოსაგვარებელია. ანუ ეს იყო პასუხი? ხო. ეს ვინც აკეთებდა ამ გზებს, არ ვიცი, მუშები იყო თუ ვიღაცა, ასე თქვეს რომ ბევრი ქუჩა გვაქვს მოსაგვარებელი. ახლა მზიანამიჩი არავინ არ არის, ხო? არავინ არ ჩანს საერთოდ. და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ეშველოს ამას? თქვენ გადაწყვეტეთ, რომ უკვე მედიამ გააშუქოს ეს ყველაფერი და ასე მივიდეს თვითმმართველობამდე პოზიცია, ხომ? იმიტომ რომ თქვენ სათქმელს არავინ ისმის ჯერჯერობით. დიახ, მე ვფიქრობ, რომ მერიამ უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, უნდა შეისწავლოს და ნახოს თუ რა მდგომარეობაშია ეს ქუჩა და ქუჩის აქ მაცხოვრებელი ყველა. ფაქტობრივად ფეხსაცმელი გიბინძურდებათ, როცა გადიხართ ამ ქუჩიდან ქალაქში. ფეხსაცმელიც მანქანები ფუჭდება და ესე იგი ამ ქუჩაზე შემოსვლის დროს ტაქსს რო ვიძახებთ ან სასტრაფოს გამოძახება, ყველას უჭირს აქ მოსვლა. ხო, საინტერესო დეტალზე ამახვილებთ ყურადღებას, როდესაც სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, ასეთ მდგომარეობაში მოუწევს მანქანას შემოსვლა, საკმაოდ დიდი ორმოები არის ქუჩის თელს გასწვრივ. ხო. ბევრჯერ გამოვიძახეთ ტაქსი და ჩვენ ვერ შემოვალთ ამ ქუჩაზე. ასეთი მდგომარეობაა და რაღაცა უნდა დაგვეხმაროს ან მერიამ, რა ვიცი, ვისაც ეხება ეს ყველაფერი. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროს. მხოლოდ სუპი არ ყოფნის, ფასადური მშვიდობა არ ყოფნის, რომელიც ნამდვილად არ არის საქართველოში. მე რა რომ ავტომატები არ კაკანებს და ტყვეები არ გრუხუნებს. ნამდვილად არ გვაქვს მშვიდობა, არც სუპი გვინდა. ნორმალური ცხოვრება გვინდა და მე მინდა ჩემმა შვილიშვილმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს. ნორმალურ რატო უნდა ისუნთქოს ჩემმა პატარებმა ეს ჰაერი, ტვერიანი ჰაერი, რისთვის რა დავაშავეთ? მათ შვილებს აცხოვრებენ ასე? ხომ არ აცხოვრებენ? ამ ტალახში ხო არ გაატარებენ? მათ ძირადღირებულ მანქანებს აქ ხო არ დაამტრევენ და თუ დაამტრევენ, ისევ ჩვენი გადახდილი შემოსავლებით, გადასახადებით დაფინანსდება მაგათ. ჩვენც ადამიანები ვართ. ადამიანები, რომლებსაც სუპი არ გვინდა, სუპი არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ კუჭის გავსებაზე არ ვცხოვრობთ. სულიერის გავსება გვინდა, სული გვინდა გავავსოთ. სწავლა-განათლება გვინდა, ჩვენ მომავალ თაობას მივცეთ. ნორმალური ცხოვრების საშუალება გქონდეთ, ეს მივცეთ. პატარა რო არ აკმაყოფილებდეს მხოლოდ კუჭის გავსება. ეს გვინდა და უნდა იცოდეს ევროპული ქვეყანა როგორია. წავიდეთ ევროპაში და სადმე მაჩვენონ ასეთი. ეს რუსეთია. მე მინახავს რუსეთში. მქონდა ის უბედურება, რომ მე რუსეთში მევლო და მენახა როგორი ცხოვრება იქ სოფლებში. ნუ მოსკოვს იქეთ რა თქმა უნდა. და პატარა რაიონებში და სოფლებში. აი ესა. ქართული ოცნების ლიდერების მოსაზრებებს ისმენთ, რასაც თქვენ ამბობთ, საპირისპირო უმტკიცებს უпростоრად საზოგადოებას, რაზე მეტყველებს, როცა საზოგადოების ნაწილის არჩეული პირები ყუილში აცხოვრებენ ადამიანებს. 14 წელია არაერთი დაპირების მიუხედავად იდენტური არის პრობლემები. ჩვენ სისუსტეზე მიუთითებს. ჩვენ სისუსტეზე. იმ ხალხზე, რომლებსაც არ აგვირჩევია, მაგრამ მე ავირჩი 2012-ში საუბედურო და მარჯვენა ხელი მტკივა მურმან დუმბაძის წყევლა მიწია. მე შემოვხაზე 2012-ში უკეთესი ცხოვრება მინდოდა, უკეთესი ქონოდა მომავალ თაობას ის მინდოდა. თურმე სულელი ვიყავი. თურმე მაშინ იყო შანსი სწავლა-განათლების მიღების. ნუ დავაშავე და მტკივა მარჯვენა ხელი. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ, ჩვენ ვიმყოფებით
ბათუმში ქეთევანწამებულის ქუჩაზე და როგორც კადრში ხედავთ მდგომარეობა თითქმის 1 წელია არის ამ დასახლებაში ასეთი მზიანი ამინდის მიუხედავად წყლის უზარმაზარი გუბეებია მზეში კი როგორც ადგილობრივები ამბობენ ტვერია რის გამოც აქ ფაქტობრივად ცხოვრება გაუსაძლისი ხდება მოდით მაყურებელს ვაჩვენოთ რა ხდება ქუჩის მეორე ნაწილზე მძღოლი ახლა გამოვიდა როგორც ჩანს გადაადგილებას ვერ ახერხებს მოგესალმებით ბატონო შეგიძლიათ გითხრათ ამ ქუჩის შესახებ აი ასეთი არის მდგომარეობა წყლის უზარმაზარი გუბეები მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშო არის და როგორც აქ ადგილობრივები ამბობენ თითქმის 1 წელია ისმენენ მხოლოდ დაპირებებს და არაფერს სხვას რეალურად კი პრობლემა არის ასეთი ფაქტობრივად ქუჩას არ გააჩნია ტროტუარი და არის ატალახებული მთელი მანძილი. აი მინდა რომ კადრში უფრო აღქმადი იყოს და გიჩვენოთ დეტალურად თუ რა ხდება რა მდგომარეობა არის ადგილზე. ცოტა შორს მოშორებით ვხედავ რომ მიმდინარეობს სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს პროცესი არის საკმაოდ გაჭიანურებული და 1 წელია მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. მოგესალმებით ხალბატონო, ამ ქუჩაზე ცხოვრობთ? გითხარით თქვენი ქუჩის რეალობა როგორი არის ამ ატალახებულ ფონზე? თქვენ თვითონ ხედავთ როგორია. ძალიან შვიდია, შვენიერია, მაგრამ რას ვიზამთ, ოღონდ გააკეთონ და კმაყოფილი ვართ ყველანაირად. 1 წელია ისმენთ რომ გაკეთდება ეს ქუჩა, რატომ ვერ მოესწრო დროულად თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ვიცი, ახლა ერთ დღეს მუშაობენ, 5 დღეს არა, მაგრამ 2-3 დღეა, კაი ამინდი რომ არის მუშაობენ ახლა და რა ვიცი, ახლა ავიდარში როგორი მუშაობენ და. ანუ რეაბილიტაცია გაჭიანურებული არის, ხო? გაჭიანურებული კი არის, მაგრამ რა ვქნათ. ყველაფერი დროზეა და მოკიდებული. როცა ტაქსი ძახებთ ან სასწრაფო სამინისტრო დახმარებას არ უჭირს აქ შემოსვლა. აქ თუ უჭირს აგერ მაღაზიის წინ გავდივართ, რა ვიცი. ქუჩაზე ვერ შემოდის მანქანა. შემოვა. ეხლა კი შემოვა, როცა გაიხსნა 2-3 დღეა და მანამდე ვერ შემოდიოდა. გასაგებია. მადლობა. არა, მინდა რომ კეთილმოწყობილად გაკეთდეს ეს გზები, რომ უღარ ვიქნებით ასე სულ ხტბორავს ეს წყლები და ასე თუ იქნება ყოველთვის და ეზოში შემოდის ეს ტალახი ყველაფერი. რამ გააჭიანურა ეს სამუშაოები, როგორ ფიქრობთ? ადრე ეს აქ იყო კაი ტრუბები იყო ჩასმული. ეხლა ჩასმეს 200-იანი და 200-იანი ტრუბა აქ ხელა წყლები დგება რომ რას გაიტანს 200-იანი ტრუბა. იმ ხელა ტრუბები იყო მე ამ ხელა ქალი რომ გამძვრალიყავ გავიოტე ოდიშიან. იმ ხელა ტრუბებით ის არიტევდა წყალს და 200-იანი ტრუბა შეიტევს წყალს. არ შეიტევს, ხო? რამდენჯერმე შემოგვივიდა პირველ სართულზე წყლები, რამდენიმეჯერ გადაუყარეთ ქონება. დასახლების მაჟორიტარი ან მერის წარმომადგენელი თუ ქონია მათთან არავინ დაგვინახია აქ მოსული და გასაუბრებული რომ რა გიჭირან, რა გილხინან, რომ რაში დაგეხმაროთო. ჩემთან პირადად ვინმე არ მოსულა და დანარჩენი აგერა კითხეთ კალერ თუ ვინმესთან მივიდი. ხობიც ამბობენ რომ არ უნახავთ თვალი. და არ გვინახია თვალით ვინ არიან, რა არიან, რას წარმოადგენენ, არ ვიცი რა ადამიანები არიან. ჩვენამდე ვინმე არ მოსულა დასახმარებლად ლიჩდა და არ ვიცი, მე დანარჩენი არ ვიცი. გასაგებია, მადლობა. კიდევ ერთი მოქალაქის მოსაზრება მოისმინეთ. 1 წელია ელოდებით ქალბატონო. აი როგორ გადმოდიხარ კადრში ჩანს ახლა. მიუხედავად იმისა რომ ტალახში ხართ, რამდენი წვიმა გავა იმდენი მეშინია მომტოპოსუნო დააკეთებ ღმერთ წყალობით და ნახე. 1 წელია რატომ დასჭირდა ამ პატარა ქუჩის რეაბილიტაციას როგორ? 1 წელი არა 25 დღეა დაიწყეს მე აგერ ვხედა. ქალბატონო როგორ კადრულობ მაგას შარშამდელი ზაფხული მტვერში გავატარეთ. რას ლაპარაკო? მთელი ზაფხული მტვერში. ამან და იქ ცხოვრობ შენგან სამი სახლის იქ. არ გვინდა ეს ვიცი თქვენ რატომაც ამბობთ მაგას ძალიან კაი ქალბატონი ხარ. იმიტომ იშვიათად გამოდიხართ გარეთ და იმიტომ ამბობ. 52 წელია აქ ცხოვრობ და შენ შეიძლება ახლა იყო აქანი არა დედა არა შენ როგორ გეკადრება? ქალბატონო ფეხებით გახართ ტალახში და ფიქრობთ რომ პრობლემა არ არის? პრობლემაა შვილო რა უყოთ მითხარი. ომი არ გვაქვს და სუფი გვაქვს. ხო ქალბატონო, ომი არ გვაქვს და სუფი გვაქვს. ბედნიერი. კონდეს მაიომის და ერთ დღეს მოუკვდე და მოუკვდე. მოუკვდე ერთ დღეს. სამუშაოები რატო გაჭიანურდა როგორ ფიქრობთ? 70
15 წლის ქალი ვარ ახლა მე 50 ტონიან ვაგონს ვცლიდი და ამ დროს მოვაღწიერდა ამასაც გოუძლებთ ახლა ორი პარასკევიდან მჩენიო მე და შენ დავხშე ორი პარასკევი ბავშვებმა რა რა დააშავა ვქნა მითხარი რა ვქნა ხმა უნდა ამოვიღოთ არა მე აი ესა სწორედ უბედურება ხმას რო ვიღებთ და მაინც არაფერი აი ესა სათავის მპყრობა მეტი არაფერი ხმას ვიღებთ და ყურადღება ნული არსაიდან ხმა არსით ზახილი პასუხად აი ეს მერს ელაპარაკეთ ამ დასახლების წარმომადგენელს იცი რამდენჯერ შვილო რამდენჯერ მაგრამ რა შედეგი რა ჩანს რამე ჩანს შედეგი ესა ანუ შედეგი რომ არ არის ამიტომ არაფერი არ უნდა თქვათ ვამბობ დიდი რა ვქნა მითხარი რა ვქნა შენ შემოკევლე რა ვქნა თავსე მე გეკითხები იმას რომ რამ შეიძლება გააჭიანურა ეს სამუშაოები რა ვარ რა ვიცი მე კაცო ახლა მაგი რა ვიცი მოვიდნენ არ მეეწონენ მუშებს ფული ბოდიში და კანალიზაციების ჩაყუდებული და საღამოზე 70 ლარი მინდა და მომეცი და არ აძლევ რაფერი გააკეთებ რა ვიცი გასაგებია ოჯახის საქმე ვერ გადაგვიწყვეტია ერთ ოჯახში და კიდევ ერთი მოქალაქე რომელიც ნაწილობრივ ვიწონებს სამუშაოებს თუმცა შიგადაშიგ აკრიტიკებს მაინც ქართულ ოცნებას და ვითარება კი ასეთი არის ამ დასახლებაში თქვენ ხედავთ ახლა ადამიანები ფიქრობენ როგორ გადალახონ ტალახიანი გუბეები შეგიძლიათ გითხრათ რამე რას ფიქრობთ აი ადამიანებს ასე უწევთ მოძრაობა ფეხსაცმელები არის ტალახში ამოსვლილი და ერთი წელია ამ დასახლებაში მცხოვრებლებისთვის რეალობა არის ასეთი მანქანებსაც უჭირთ გადაადგილება იმიტომ რომ გზის საკმაოდ თელს მონეკვეთზე არის უზარმაზარი გუბეები წყლის ასევე როგორც აქ ადგილობრივები ამბობენ წვიმიან ამინდშიც უფრო მდგომარეობა რთულდება ზიანამინჩი კი არის მტვერი უჭირთ მათ სარეცხის გაფენა ასევე მტვერი შედის სახლებში და ისინი ითხოვენ შველას ერთი წელია თუმცა აქ მდგომარეობა არ იცვლება სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ ნელი ტემპით ხშირ შემთხვევაში მუშები კი ხელოსნები საერთოდ არ არიან ამ დასახლებაში სამუშაოები არის შეჩერებული და ეს ყველაფერი ამ მდგომარეობას არ ასწორებს თქვენ ისმენდით აქ დასახლებაში მცხოვრებლების მოსაზრებებს, ისინი მიმართავენ ქართული ოცნების ბათუმის მერიას და ითხოვენ დახმარებას. მედიასთან საუბარი მას შემდეგ გადაწყვეტეს, რაც მათი სათქმელი არავინ მოისმინა და როგორც თავად ამბობენ, დასახლების მაჟორიტარი გამგებელი არ უნახავთ აქ, ბევრი მათგანი არ იცნობს, ვინ არის მათი დასახლების წარმომადგენელი და როგორც თავად ამბობენ, ამიტომ გადაწყვეტეს, რომ მედიის გზით ხმა მიეწვდინონ მათ, ვისაც ამ პრობლემის გადაჭრის ვალდებულება გააჩნია. ნახოთ რა ტიპის რეაგირება მოყვება ამ პირდაპირ ეთერს, ასევე ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია გამოეხმაურება საკითხს, ჩვენ ცხადია ამ ინფორმაციას გაგაცნობთ. მოგესალმებით ქალბატონო, შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ? გითხარით, გზის გადალახვა რა პირობებში გიწევთ? გთხოვთ რა. კეთილი. ზოგიერთ მათგანს არ სურს მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობენ ერთი წელია, რომ ისაუბრონ ჩართული კამერის წინ. იმ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეგახსენებ თუ გადაწყვეტს ქართული ოცნების ბათუმის მერია რომ საკითხს გამოეხმაუროს და გითხრას თუ რა ეტაპზე არის პროექტი, როდის დასრულდება სამუშაოები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჩვენ ცხადია დამატებით ინფორმაციას ჩვენს აუდიტორიას მივაწვდით, მაყურებლისთვის რომ განმარტოთ და აღსაქმელი რომ იყოს, ეს ქუჩა, ქეთევან-წამებულის ქუჩა მდებარეობს ბაგრატიონის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კლინიკა ბაუ, იცით ამ ქალაქში მცხოვრებლებმა ბაუს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ეს ქუჩა, საუბარი არის გენერალ ასლანაბაშის ქუჩის ნაწილზე, ასევე ქეთევან-წამებულის ქუჩაზე, ორივე ქუჩაზე მდგომარეობა არის ასეთი წყლის გუბეები, მტვერი, გაუსაძლისი მდგომარეობა.
მადლობა რომ ენდობით აჭარა ტაიმს, მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით, ასეთი იყო აქ ადგილობრივების სათქმელი, ჩვენ ცხადია, ვაკვირდებით პროცესებს, ნახოთ როგორ გააქტიურდება სამუშაოები, ჩვენ ცხადია დამატებით ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ. მადლობა, კიდევ ერთხელ გემშვიდობებით, ნახვამდის.